მოგესალმებით. ვიწყებთ ლექციების კურსს შესავალი სლავისტიკაში. როგორც ხედავთ, პირველ გვერდზე გამოტანილია ის საკითხები, რის შესახებაც ვაპირებ საუბარს ამ ლექციის პირველ მონაკვეთში. სლავები მიეკუთვნებიან ძველ ინდოევროპულ ენათა ჯგუფს. ინდოევროპულ ენებს მეცნიერები ტრადიციულად ყოფენ 10 ჯგუფად. ამ ენებს შორის არის ინდოირანული ენები, ბერძნული ენა, სომხური ენა, გერმანიკული ენები, იტალიკური, კელტური, ბალტოსლავური ენები და კიდევ სხვა მრავალი ენა. არსებობს რამოდენიმე ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობდა წინარე ინდოევროპული ენის სამშობლო. ზოგიერთი მეცნიერი ასახელებს აღმოსავლეთ ევროპას, ზოგიერთი წინარე აზიას, ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეს არის ევროპისა და აზიის შესაყართან არსებული რეგიონები. ერთ-ერთი ბოლო ჰიპოთეზის თანახმად, წინარე ინდოევროპული ენა გამოეყო სხვა ენებს 8000 წლის წინათ მაშინდელი მცირე აზიის ტერიტორიაზე. პრასლაველთა ტომების გამოყოფა მონათესავე ინდოევროპელებისაგან მოხდა დაახლოებით მე-4-მე-3 ათასწლეულებში ძველი წელთაღრიცხვით. სავარაუდოდ მე-2 ათასწლეულში ძველი წელთაღრიცხვით ერთ-ერთი შტო ტომები, რომლებიც საუბრობდნენ ბალტოსლავურ ენაზე, გამოეყო გერმანიკული ენის მატარებლებს და ეს შტო დაახლოებით 500 წლით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაიყო ორ დიდ ტომად, ბალტებად და სლავებად. შემდგომში სლავური ენები იყოფა 3 დიდ ჯგუფად: აღმოსავლეთ სლავური, დასავლეთ სლავურ და სამხრეთ სლავურ ენებად. ხა გაჩვენებთ ამ ენის მატარებელთა განსახლების რუკას. აღმოსავლეთ სლავური ენები გახლავთ რუსული, ბელორუსული და უკრაინული ენები. მათი დაშლა დაიწყო მე-14 საუკუნეში, ხოლო ნაციონალური ლიტერატურული რუსული, უკრაინული და ბელორუსული ენები საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის დასაწყისში. დასავლეთ სლავური ენათა ჯგუფი აერთიანებს პოლონურ, ჩეხურ, სლოვაკურ და სხვა ენებს. და სამხრეთ სლავური ენებია ბულგარული, მაკედონური, სერბულ-ხორვატული და სლოვენური ენები. ამავე ჯგუფში, ანუ სამხრეთ სლავურ ენების ჯგუფში შედის ძველი საეკლესიო სლავური ენაც. მას მეცნიერები უწოდებენ ასევე ძველ ბულგარულ ენას და ძველ სლავურ ენას. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება სამივე ეს სახელწოდება, ეს ტერმინი და ყველა შემთხვევაში მეცნიერები მიუთითებენ გარკვეულ ნიშან-თვისებაზე, იმაზე ძველი სლავური სახელწოდებით მიუთითებენ ამ ენის სიძველესა და ასაკზე, სახელწოდებით ძველი ბულგარული მიუთითებენ ამ ენის ისტორიულ ნათესაობაზე ბულგარულთან და ძველი საეკლესიო სლავური ენა, აი ამ სახელწოდებით მეცნიერები
მიანიშნებენ იმ ფუნქციაზე, რისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს ხელოვნური ენა. პირველი ცნობები სლავების როგორც დამოუკიდებელი ეთნოსის შესახებ გვხვდება გოთი ისტორიკოსის იორდანის ნაწერებში. სლავების ტერიტორიული განსახლების ადგილად ის მიიჩნევს დუნაის დაბლობს, ვისლას მაღლობს და ადასტურებს, რომ ოსგოთების მეფეს ექვემდებარებოდნენ სლავები გოთური ომების პერიოდში. მოგვიანებით პროკოფი კესარიელი თავის ბრძოლების ისტორიაში ახსენებს სკლავებს, იგივე სლავებს. ის ასევე მოიხსენიებს მათ როგორც გოთების მოკავშირეებს და დაწვრილებით აღწერს მათ. პოლიტიკური წყობა არ იმართება ერთი ადამიანის მიერ. ანუ ამ პერიოდში ჯერ ადრეა საუბარი ფეოდალურ წყობილებაზე. რწმენა ერთ-ერთი არის ელვის შემქმნელი ღმერთი. ანუ სლავთა რელიგიური წარმოდგენები არის წარმართული. ყოფა ცხოვრობენ პატარა ქოხებში. ესეც საკმაოდ ინფორმატიულია, მოგვიგებს, რომ ამ პერიოდში ჯერ არ არის განვითარებული ქვით მშენებლობის კულტურა და რომ საქმე არ გვაქვს ქალაქის ტიპის დასახლებასთან. გარეგნობა, ისინი არიან მაღლები, ძლიერები და თმები აქვთ ოდნავ მოწითალო. საცხოვრებელი ადგილი ისტრის მეორე ნაპირის დიდი ნაწილი. ისტრი ეს არის იგივე მდინარე დუნაი და წითლად არის აღნიშნული სწორედ ეს მდინარე. საერთოდ ნებისმიერი ეთნოსის ჩამოყალიბებაში უნიშნულოვანეს როლს თამაშობს კულტურა და კულტურის კომპონენტები გახლავთ ენა და რელიგია. როგორც ვახსენეთ, სლავების რელიგიური ცნობიერება იყო წარმართული და სხვა ხალხების მსგავსად სლავთა რელიგიური წარმოდგენებიც გადის გარკვეულ ევოლუციას. პირველ ეტაპზე აღმერთებენ ბუნების ძალებს. სლავები ეთაყვანებიან დედამიწას, მაწერ ზიმლას. ამ დროს ფართოდ არის განვითარებული წყლის კულტი და ეს წარმოდგენები რუსალკებზე, ვაჯანიებზე სწორედ ამ დროს ყალიბდება. თქვენ სურათზე ხედავთ ქალთევზას ტრადიციულ სლავურ წარმოდგენაში. სლავები ამ ეტაპზე ეთაყვანებიან ასევე მზეს, ქარს, მიწას და სხვა ბუნების ძალებს. მეორე ეტაპზე სლავები აღიარებენ წინაპრების კულტს, როდს. როდი ეს არის სიცოცხლის საწყისი, სიცოცხლის გაგრძელება და შემთხვევითი არ არის, რომ ეს ძირი გვხვდება უამრავ რუსულ სიტყვაში, ისეთი როგორც არის როძინა, ნაროდ, რადნოიხ, რადიძელ, ურაჟაი და სხვა მრავალი. ამასობაში საზოგადოებაში იზრდება ოჯახის როლი, რაც რა თქმა უნდა აისახება სლავთა საკულტო სისტემაში. კერძოდ ამ სისტემაში დიდ ადგილს იკავებს ეს ბანჯგვლიანი კაცუნა, ოჯახის წინაპრის კულტი, დამავოი. გარეგნულად არის ძალიან
საშიში ისე ძალიან კარგი ვინმეა, რადგან იცავს სახლს, იცავს მობინადრეებს, იცავს ოჯახის მეურნეობას. წარმოდგენა რუსების დამავოისე დღესაც ცოცხალია, ყოველ შემთხვევაში ცრურწმენების დონეზე. მესამე ეტაპზე ყალიბდება ღმერთების იერარქია და იქმნება მათი პანთეონი. ყოველივე ეს დაკავშირებულია დიდი თავადის ვლადიმირის სახელთან. სურათზე აი ესე წარმოიდგინა ძველმა რუსმა მწიგნობარმა ვლადიმირის პანთეონი. ვლადიმირს ძალიან კარგად ესმოდა რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას ეთნოკულტურის ერთიანობისათვის და ამიტომ ის ატარებს რელიგიურ რეფორმებს, ქმნის ღმერთების ერთიან პანთეონს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროს ღმერთების იერარქიას ჰქონდა სოციალური ხასიათი. ყოველ შემთხვევაში ვლადიმირი ღმერთების პანთეონის სათავეში დასვამს მოაქცევს პერუნს, რომელიც გახლავთ თავადების ღმერთი. დიდი თავადის ვლადიმირის ამ ცდილობამ ვერ გაამართლა, რადგან ამ ერთ წარმართულ ღმერთს უპირისპირდებოდნენ სხვა წარმართული ღმერთები, რომელთაც ეთაყვანებოდნენ კიევის სახელმწიფოს სლავური და არასლავური ტომები. და კიდევ ერთი რისი აღნიშვნაც მინდოდა, კიევის რუსეთის მონათლამდე ქრისტიანული და წარმართული კულტები გარკვეულწილად ჩაანაცვლებენ ერთმანეთს, ეთავსებიან. ასე მაგალითად 945 წელს, როდესაც თავადი იგორი და მისი ხალხი მოლაპარაკებას აწარმოებს ბერძნებთან, ამის შემდეგ სლავების ნაწილი, წარმართული ნაწილი დებს ფიცს პერუნის წინაშე, ხოლო ქრისტიანული ნაწილი პერუნის მსგავსი ფუნქციების მქონე წმინდა ილიას წინასწარმეტყველის წინაშე. ეს სიტუაცია იცვლება რადიკალურად 988 წლის შემდეგ, ანუ ნათლობის შემდეგ, და ეს ორი კულტი არათუ ენაცვლება, არამედ უპირისპირდება ერთმანეთს. საბოლოოდ სლავური ეთნოლინგვისტური ერთიანობის დაშლა დაკავშირებულია ქრისტიანობის გავრცელებასთან, კათოლიკურ და მართლმადიდებლურ დაპირისპირებასთან.